ბიზინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი. პოლიტიკის გროსმეისტერი, რომელმაც შეძლო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობით ჩაენაცვლებინა და ქვეყნისთვის გარდამტეხი ცვლილებები მოეტანა. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიზინა ივანიშვილის 14 წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფაქტებით შეაჯამა. ირაკლი კობახიძემ ფასდაუდებელი უწოდა როლს, რომელიც ბიზინა ივანიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვაში შეიტანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა. გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა. პოლიტიკაში უამრავია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებს ქვეყნის სიკეთეს სახლში მიაქვთ. ბიზინა ივანიშვილი კი ამის სრულიად საპირისპირო მაგალითია, რაც მან როგორც მრავალმილიარდიანი მეცენატური საქმიანობით, ისე პოლიტიკური ქველმოქმედებით მყარად დაამტკიცა. ის რომ დღეს საქართველოს ინარჩუნებს 14 წლიან უწყოთ მშვიდობას. ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. ქვეყანას აქვს ძლიერი დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები. ადამიანზე ზრუნვა სახელმწიფოს მთავარი სახელმწიფო პრინციპია და საქართველოს ეკონომიკას სწრაფი ტემპით იზრდება პირველ რიგში არის სწორედ ბატონი ბიზინა ივანიშვილის დამსახურება. შესაბამისად, ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ქვეყნის ინტერესების დაცვის გამო ბიზინა ივანიშვილი შიდა თუ გარე აქტორების თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თუმცა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება უშედეგო აღმოჩნდა. ქვეყნის ინტერესების პრინციპულად დაცვის გამო მის მიმართ ამოქმედდა ჯერ დე-ფაქტო, ხოლო შემდეგ დე-იურე სანქციები, რომლებიც მის ოჯახსაც დიდ უხერხულობას უქმნის. თუმცა ვერც ერთმა სანქციამ ვერ აიძულა ვერც ის და ვერც მისი ოჯახი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაედგათ. მთავრობის მეთაურმა ჯერ ბიზინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების 14 წლიანი მმართველობის კრიტიკოსთა მიზნებზე ისაუბრა. შემდეგ კი ქვეყნის არაკონსტიტუციურად მართვასთან დაკავშირებით შიდა და გარე აქტორების ბრალდებებს უპასუხა. ქვეყნის გარემტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიზინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად ბიზინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას ივანიშვილის რეჟიმად მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინა. ბიზინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ. მათ აქვს დაუკვირვებელი სურვილი ქვეყანა დააბრუნონ იმ რეალობაში, რომელიც 2012 წელს სწორედ ბიზინა ივანიშვილმა შეცვალა. ეს იყო უცხოური აგენტურის მმართველობა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლების ტოტალური ხელყოფა, ბიზნესის რეგეტი, მედიის თავისუფლების გაუქმება, ომი, გრევა და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოუტანა. არანაკლებ მძიმეა უცხოური აგენტურის მმართველობის შედეგები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და მედიის თავისუფლების დაკნინების, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დასუსტებისა და ეკონომიკური სტაგნაციის მთავარი მიზეზი სწორედ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაკარგვაა. ერთ დროს სამაგალითო ევროპულ ქვეყნებში დღეს უმძიმესი ტენდენციებია, რაც სწორედ იმის შედეგია, რომ მათი ხელისუფლებები არა საკუთარ ხალხებს, არამედ გარე ძალებს ემსახურებიან. ბიზინა ივანიშვილის მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზი სწორედ ამას უკავშირდება. მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა აგენტოკრატიისგან და მას დაუბრუნა ის, რაც ეკუთვნოდა დემოკრატია და არჩევნების უფლება. საქართველოს მთავრობა რომ ქვეყანას კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შესაბამისად მართავს ეს პრემიერ-მინისტრის განცხადებითაც დასტურდება. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ქვეყნისთვის საკვანძო საკითხების განხილვაში ბიზინა ივანიშვილს მნიშვნელოვანი როლი აქვს. თუმცა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე სამთავრობო მენეჯმენტსა და საკადრო გადაწყვეტილებებში არ ერევა. ბიზინა ივანიშვილის სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიზინა ივანიშვილი არსებითად არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად მე როგორც თავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი ხშირად სარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება.
მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარესქმა პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი იქნებოდა. დემოკრატიული მმართველობის ავტოკრატიულად წარმოჩენის მსურველთა მიზნებს პრემიერ-მინისტრმა წარუმატებლობა დაუანონსა. ქვეყნის მოსახლეობას კი 14 წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნების პირობა მისცა.